თავარი მინდა უთხრა ჩემ თანამებრძოლებს ის, რომ რისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ 300 დღის წინ, იმაზე უარესი სიტუაცია გვაქვს ახლა. არაფერი არ შეცვლილა. არც სასამართლო გვაქვს თავისუფალი, არც რეჟიმის ტყვეები გაგვინ თავისუფლებია, არც არჩევნები მიგვიღია სამართლიანი პირიქით უარესი არჩევნები მივიღეთ. დღითი დღე ყველა ცხოვრება უარესი ხდება, იქ სამოქალაქო სექტორია, ჟურნალისტები არიან, ყველა ცხოვრება ხდება უფრო და უფრო მეტად უარესი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ახლა უფლება რომ სახლში წავიდეთ და დავსხდეთ, იმიტომ რომ რაღაცა ზოგი დავიღალეთ, ზოგს იმედი გაგვიწრულდა, ჯერ არ არის ამის დრო, ჯერ არის მიზანი მისაღწევი და ამ მიზნისთვის უნდა იბრძოლო ყოველდღიურად და ყოველდღიურად სახლიდან ვერ იბრძვია. ამიტომ თუ ფიქრობდი რომ 300 დღის წინ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა და თუ ფიქრობდი რომ ქვეყანა იღუპებოდა 300 დღის წინ დღეს ლამის ნახევრად აღუპული გაქვს ქვეყანა და ნახევრად ქვეყანა დიქტატურაშია შესული. ნახევრად კი არა, სრულიად დიქტატურაშია შესული, ხალხს პირბადეების გამოიჭერენ. ანუ უარესი სიტუაცია გვაქვს და ამ დროს რომ შენ სიჩუმეს ირჩევ და ამ დროს შენ გვერდზე გადგომას ირჩევ, ეს პროცესისადმი თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებაა მაშინ შენი მხრიდან რა.